წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა. ეს გახლავთ მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ასევე საფინანსო და სადაზღვიო საქმიანობის სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება და ვაჭრობა. რომ აქციებს გამოეწვია უმუშევრობა. ისედაც უმუშევრობა არის ბაზარში. საერთოდ უმუშევრობა არის. დაკეტი ბაზარში ვარ, ჩემო ბატონო. იქ კარები გასაღებია, არიღება კარები, არიღებენ და არ ვიცი, აბა ერთი სიტყვით აქციები ჩვენ ხელი არ შეუშლება. შეგვიშალა ხელი საერთოდ უმუშევრობა. კიდევ მოთხოვნა უფრო გამთარგმნოთ, ხო? უფრო დაფარი. ფასებზე რამდენად იმოქმედა? ფასებზედაც. ფასებმა დაიკლო? დაბეჭდა. არაფერი არ შეიცვალა, ჩვეულებრივ ისე მიდის ყველაფერი როგორც იყო. მაშინაც არც მეტი, არც ნაკლები. კლება არ დაფიქსირებულა პრაქტიკულად არც ერთ სექტორში. როგორც მოგეხსენებათ, საგარეო ვაჭრობის მონაცემებიდან 2024 წლის ოქტომბერში საქონლის ექსპორტი გაიზარდა დაახლოებით 39%, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 5,8%. აი მაღაზია არც მიფიქრია, მაგრამ ადრე უკეთესი იყო მუშაობა, აი მაღაზიები რო ნაკლები იყო და ეხლა მაღაზიებში უფრო მიდის ხალხი ვიდრე ბაზრობაზე. იმანაც იმოქმედა და იქ. საფრთხეებები დაუცველია. ეს ბაზარი ფაქტურად არ არის. განცხადება. ხო, ჩემო ბატონო, უზენაესმა სააპელაციო და საკასაციო დაამტკიცეს, გამოიტანეს განაჩენი, რომ ეს კარები გაღებულიყო. მაგრამ კარს არ აღებს არავინ. იქიდან ბაზარს მიცეს ჯარიმა. ეს ხო გაყოფილია ორად ეს ბაზარი. ხო და 8,000 ლარი გადაიხადა. კარები გაუღებელია. სავარი კარები, ესე იგი, რამე რომ ბაზარში რაღაცა დაიწვას, ჩემო ბატონო, თქვათ ბაზარი ტრისას დავისას ხანძარი გაჩნდეს, სახანძრო მანქანა ვერ შემოვა ბაზარში. აი დონეზეა მისული, რა ქვია, ბაზრის მდგომარეობა. ამდენი წელიწადი აქ მუშაობდი, ხა შეგუებული ვარ, შეჩვეული ვარ და რა ვიცი, ხლა პრეტენზია არ მაქვს მაგარი. ჯერობით ვერაფერს ვატყობ შვილო და აბა ვინ შეცვლის, რა ვიცი. რომელი მთავრობა, რომელი. ცოტა უკეთესობა უნდა იყოს. ხო, მეტი უნდა იყოს.